გამარჯობა, როგორ ხართ? იმედია ყველანი ძალიან კარგად, ჩემი ხელის კრემი აგდია წერს whatever. ჩვენ ვართ ძალიან სუფთად და ძალიან კარგად. თავზე არაფერი არ გვატაოს სამჯერად, იმიტომ რომ დავითის დედა მოვიდა და დაალაგა ყველაფერი. Yes, thank you. Yeah, thank you. იმიტომ რომ დავითი კი ბრენდავს თავის თავს რომ ძალიან უყვარს ლაგება, მაგრამ it's not the case, you guys. მე ქაოსში მოყვარს ცხოვრება, ორგანიზირებულ ქაოსში. I feel like it's chic. It's not that chic. It is kind of chic for me. მაგრამ თუ ეგრე დაარქმევ რომ ორგანიზებული ქაოსი არის. წიგნები ერთმანეთზე ნახატები ხით აკეთ მიხდე? Okay, baby, love you. Bohemian energy is going on here. ჩემი პირველი ნოუთი რაც მიწერია დღეისთვის არის ის რომ period უნდა თქვა უფრო ცოტა ჯერ იმიტომ რომ წინა ეპიზოდს რო ვყურე მე ყველა ეპიზოდს ვყურებ ჩვენთვის იასნა. Counter უნდა გავაკეთო. ანუ მართლა შევყონდი, ანუ მეთქი შემოვარტყა მამ გოგოს სახეში თქო რა. შენ საკუთარ თავზე გავროცდე? სვეჩი და ანუ ყველანაირად ჩავეცდები რომ ძალიან მინიმალურად ვთქვა. Damn. ანუ ჩემ იდენტობას ვებრძვი ფაქტობრივად. Wow. But she's changing you guys. She is improving. I'm improving exactly. ასევე 3 დღეა განვაახლე დიეტა. ისევ თვალი ჩამიცვით და დღეს თავს გრძნობ ბევრად უფრო უკეთესად და ანუ ცოტა ავადვარ, იმიტომ რომ მგონია რომ 2 დღიანი დიეტით ვიკლებ და 2 დღიანი ჭამით სუქდები არ და ხო არაფერს არ ცვლისაც 2 დღე ჭამე და არც 2 დღე დიეტა, მაგრამ აი მართლა მჭერა მოლეკულურ დონეზე რომ ანუ შევიცვალე. Damn. Da ბევრი გვიწერდა თუ აი რა რჩევებს მოგცემო. ხალხო, მეც ვნახე რომ ანა შენს რაღაც ამ journey-ზე გველაპარაკაო და you don't want to know. That's the journey, babe. You don't want to know. ანუ მინდა რომ კარგად ჩაუშალო ძალიან მოკლედ ხალხს რა. ანუ თქვა ზუსტად რამდენი კილო ვიყავი? Როგორც გინდა, babe. Okay, I don't mind. იცოდეთ რომ ძვალი მაქვს ზოგადად ძალიან მძიმე. Let's start with that. ხანო, ზოგს ხო აქ ძალიან წვრილი ძვალი, მე არ მაქვს წვრილი ძვალი. ვიცი, მე ვეცოდინება. კაჩოკი. მე გის აქ ისეთი წვრილი ძვალი, ანუ აი აქ რა მე ამით სინჯავ ვის როგორი ძვალია. ჩემი არის იმენასკელი, მე გის არის რომ აი ესე ორჯერ გადაუხვალ რა. Okay, whatever. Disclaimer. ხო და მოკლედ ამ ზაფხულში ვიყავი 65 კილო. ანუ ჩემი პრაიმი იყო ამ ბოლო 3 წელში. ანუ არაფერი არ არის 65-ზე ვიღაცას გული გაუჩერდება რა იყოს იმიტომ რომ ჩემი დაქალებს 97% არის 54 და წნევას იზომავენ ხოლმე. ხო და არა 65 მე მინდა ვიყო 60, ანუ ეგ არის ჩემი goal. და 65-ზე მაინც უკმაყოფილო ვიყავი რომ აი რო ვერ აფასებ რაც გაქვს ისევ და ისევ. და მეთქი ანუ არაფერი არ შეცვლილა, არა და ჩემ ყველაზე ცუდ დღეებში ვარ ხოლმე 75 კილო. ანუ შარშანად 75 კილო ვიყავ, ანუ ცუდად რო ვჭამ 75 ვარ, მეტი შორს არა, არც მეტი ნაკლები, ანუ ჩემი ზედაზღვარი არის ეგ. ხო. 65 ხო ვიყავი, რომელ სექტემბრამდე, 20 სექტემბრამდე, მე დამეწყო binge eating-ი ხალხო, ვერ ვჩერდებოდი, ანუ მაღაზიაში მართლა, ანუ უნდა დაგები, თორე ყველაფერი ჩავიდოდი და ჩოკოპაის ვიყიდედი, ანუ ეს ახალი addiction მაქვს. ხო და ჩოკოპაი იყო, ჩიორიო იყო. ჩუებზე მაქვს შეჭერა. ჩუზე გაჩერე ბაზარია რა. შემდეგ რა იქნება? I don't know, just stop. ჩურჩხელა. ჩურჩხელას ის გქონდა. Baby. What is wrong with me? ჩემ ქარს ალბათ ერქმევა. ჩურჩუტი. It's a joke, yeah, იცი? არა. I don't want to know, actually. Yeah, you want to know. სოფენი ჯარეზე ამბობს რა. აი, სოფენი ჯარეზე ამბობს. არ ვიცი. იმენა ჩაჭარელი მაქვს ამ გოგოს თალკა, whatever. ჩუზე რა არის კიდე კერძები? არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი ჩაკაფული. გავასება? არა, ტკბილეულზე მაქვს მე ქართული. Churro. Do you love churros? არა. მე ზიწყება მათ. მისმინე. Okay. რას ძალიან actually ანუ ადამიანს საინტერესებს მართლა ნაბიჯები. ხო მე ანუ რიცხვებში ჩავშალე ხვდები? და ანუ დაახლოებით 20 სექტემბრამდე ვიყავი 60 კილო, მე დაიწყო ჩემი დაღმასვლა და ზუსტად ერთ თვეში მოვიმატე 10 კილო ხალხო. ანუ ეს არის არ ვიცი, არავის არ შეუძლია. და ჩემი მეუბნება რომ ანუ ერთ თვეში 2 კილოზე მეტი ადამიანმა როგორ შეიძლება მოიმატო და მე შემიძლია მოვიმატო 10. Don't you listen to her, don't you listen to anybody. ოქტომბერს ვიყავი 75. ეხა ვარ ისევ 70. Damn, wait a fucking second. I'm good, I'm telling you. მაგრამ იმ 75-დან 5 კილო იყო ის საჭმელი, რაც იმ ორ დღეში მქონდა ნაჭამი, იმიტომ რომ გაუჩერებლად ჭამდი როგორც იცით. ისევ დაიწყეს ვოლტის კურიერებმა ჩემი ცნობა. იმ დღეში ვიყავი რა, ეხა ისევ მივიწყებენ. მოკლედ, არავის არ გინდოდეთ ჩემი journey-ს ცოდნა, იმიტომ რომ ძალიან
და ფიქრობდი სხვათა შორის ჩემი ერთ მეგობარი დადის ფსიქოლოგთან და ნომერი გამოვართვი და იმ დონეზე მივედი რომ მეთქი ჩემ eating disorders უმკურნალებს თქო და არის მაგ პროფილში თქო და ჩემი აზრით შეიძლება გიშველოსო რა ხო მაგრამ რაღაცნაირად ჩემი თავი ავიყვანე ხელში და ეხა კარგ გასვად გავარ და თუ კიდე გადავარდი ამ რელსებიდან მე უეჭველი ფსიქოლოგს უნდა მივაკითხო თორე მართლა ფსიქოლოგიური დაავადება არის binge eating-ი ანუ შენ თავს ვიცავ კონტროლს კარგავ ჩემ თავზე რა ანუ ისევ ჭამ რომ აი მართლა ვერ ვაკონტროლებ აი ჩემ თავზე ძლიერი რაღაცა მომუშავა დანაყრებული ხარ საერთოდ არ გშია მაგრამ ჭამ აი ეგ არის ყოველს მთავარი აი ოზემპიკზე რასაც ამბობენ რომ გიქრობსა food noise აი ხმაური საჭმლის ხმაური რო ანუ აი სულ გჭირია ეგრე იცი რამდენს გადავიხდი აი ყველაფერს გადავიხდი რაც მაგ ლბარამირობ სადაც არის ზუსტად ახლა ჩემი საქართველოს ლბარამირობ სადაც no thank you არ მინდა ოპერაციები და რაღაცაები იცი რა არის ლბარამი კოჭში რო არა ეგ სხვა არის ლბარამი იყო ადრე ტექნიკა აი თვალიდან გირჭობდნენ ნემს კი არა ჩაქუჩს კი არა და ნუ ლურსმანს კენედის დას რო გაუკეთეს ეგ რაღაც ხო ვაიმე ვიცი ეს გიჟი იყო და მე არ ვარ ჯერ god მარტო არ უშველო მინდა გითხრათ ამიტომ don't you არავის არ უშველო ლბარემი ამიტომ კი I know ხო და მოკლედ ესე არის ამბები და გააპდეითებთ მე მგონია 65 კილოზე ჩამოვიდე და უკვე შევირგებ ხდები ანუ ისე კი არ ვიქნები რომ მოდი კიდე დავიწყო ანუ ვეუბნებით რომ დისციპლინა არის ყველაზე მთავარი და კვების გაკონტროლება I know Okay, that's it you guys. მაშინ გადავიდეთ. რა შევედით ამ კვირაში და დაიწყე ჰელოუინის ამბები. მაგაზე გადავდიოდი, რომ თუ როგორ გავატარეთ მე და ანამ ჰელოუინი. ერთმანეთს ვერ შევაკითხებთ, იმიტომ რომ ზუსტად ერთად გავატარეთ თავიდან ბოლომდე ჰელოუინი. დავიწყეთ პირველი station, პირველი ადგილი იყო ცეხი, მეგობრებო. Wow. მინდა დავიწყო მით რომ რა ადამიანურად დიდი რიგი იყო შესასრულში. აი ტაქსმა რა ჩავარდა რომ უნდა მოეტრიალებინა მივხვდი უკვე რომ აი მეთქი აი Okay, სანამ ტაქსიდან ჩამოხვალ, ჯერ რომ მივდიოდით, გავედით 12-ის ნახევარზე მივედით იქ, ანუ უკვე გვიანი იყო ძალიან. არა, პირიქით დაიწყებოდა. და მე გავედი პირველი გლდანიდან გავასწარი, ვიდრე ეს გამოვიდა საბურთალოდან, ანუ ფეხით რო ჩამოსარბენი დისტანცია აქვს, ველოდე იქ 10 წუთი. ძალიან დიდი რიგი იყო და ძალიან ბევრი ხალხი. მე რაღაცას მარტივად ჩავწვარეთ TBH. კი, მარტივად ჩავედით. მე ძალიან ცუდად ვიყავი, იმიტომ რომ საერთოდ effort არ ჩამიდია და ძალიან low effort და არ გაჭრალო. არც ველოდებოდი მართლა რომ ეგეთი low effort იქნება და იმიტომ რომ ჩატში აგდებდა ხალხო ერთი 4 ვარიანტი ჩააგდო. ეს ვიქნები. ხო, ჩემი გეგმა იყო რომ ყოფილიყავი Britney Spears-ი აი ეს. და მე უცებ სამსახურში ვარ და იქ სხვა ოფისის ხალხი რა არიან რომ იქ მოვიდნენ დილით და Halloween-ის ტანსაცმლი და გავიხედე ერთი გოგო არის ზუსტად მაგ ზმანზე რა მეთქი no honey I'm not going to do that და მე რა მოვიფიქრე რომ ჩვეულებრივი ტანსაცმელი ჩამეცვა და TikTok-ში ჩამეწერა Halloween makeup და პირველი რაც ამომიგდა ზუსტად ის გადავიხატე სახეზე. ანუ არავინ არ ვიყავი საერთოდ ძალიან გული დამწყლა, იმიტომ რომ ხალხი თურმე ძალიან დიდი სერიოზულობით ეკიდება. მგონი ჩვენი სამეგობრო. ხო, არა, ხო და მაგას ამბობ, რომ ხალხი არ ეკიდება ეგრე სერიოზულად, რიგში რო ვიდაკით ხალხო, მე ფაი მე რა და მე მართაც მეთქი აი ახლავე გამაქციეთ აქედან, იმიტომ რომ კაცი შვილს არის რა. ლოლიტაში წავიდეთ ახლავეო, მეთქი No, we don't want that. Yeah, and ამას არ უნდა და იმიტომ რომ she had a low effort და ლოლიტაში ყველა გამოზმანული იყო და მე ვდგავარ რიგში 6000 კაცთან, სადაც ყველასაც შეჩვეულებრივი ტანსაცმელი. Like literally კურტკები და პალტოები. ანას შორის. ანუ ანას მეიქაპი მაინც აქვს, okay. ხო. ანუ ხალხი იყო ჩვეულებრივი. პროსტა ჩვეულებრივად იყო მოსული. მე მივედით ჩვენ მეგობრებთან ბრუშში და მანდ კიდე არა უშავდა, იმიტომ რომ ყველას კოსტიუმი ეცვა. და თვითონ ეგ სასტავი ხალხო ისეთი კარგები იყვნენ, ყველას კოსტიუმი ეცვა. პარიკები, რაღაც მაკიაჟი, მეთქი, ვაუ, სად ვარ? და ძალიან შემწყდა და პირობა დავდე რომ იქ იწელს, იმენა გამოვიწერ რაღაცებს და იმენა მოვემზადებ. Right. იმიტომ რომ it's fun. დავითი იყო ძალიან კარგად, კუპიდონს წარმოადგენდა. Yes. აღონდ მეც მინდა ვთქვა რომ ერთ დღეში ავაწყო ეს აუთფიტი, მეგობრებო, არ გეგონათ რომ მე ვემზადებოდი ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ მე რომ მოვემზადო it's gonna be a Heidi Klum levels of აი რაღაცა ვის ვიქნები warm მატლი ვიქნები ჩვეულებრივად ცოჩი მაგრამ ძალიან კაი ყავი და ძალიან მომეწონა აღონ ძალიან ანუ რჩევა ყველას ვინც გინდათ იყოთ Victoria's Secret Angel ან ზოგადად Angel or somebody with a fucking wings
don't do that. იმიტომ რომ გადამიტეხეს ჩემი ფრთები. როგორც ცხოვრებაში აკეთებენ ჩემი ჰეითერები, ზუსტად იგივეს მიკეთებდნენ ცეხში, რომ მიტეხავდნენ ფრთებს, ამიტომ მომიწია რომ მომეხსნა და პროსტა ხელში მეტარებინა. So yeah, ან ვაღიარო ძალიან დატვირთული იყო. მე ვგიჟდები ბევრი ხალხი რო არის. არა, მეც ვგიჟდები, მაგრამ არავინ, ანუ nobody matched the vibe. ანუ უმეტესობა 80% იყო უკოსტიუმოდ. On a Halloween night. და ერთ-ერთი ყველაზე კაი კოქტეილი გავსინჯა, რაც კი გამისინჯა. სახელი არ მახსოვს, მაგრამ ისეთი კარგი იყო. მე მგონი, ხო ბერიკა, არ ვიცი, შეიძლება იმენა ვიგონებ, მაგრამ რაღაცა ესეთი ხმამა. It got us very drunk. ძალიან კარგი იყო ხალხო, იცით სად არის? რა ქვია მაგ რესტორანს? ბრუჟიდან რო გამოდიხარ და სანამ თვითონ ცეხის რესტორანში გადახვალ შუაში რო სივრცე არის, აი მანდრობარია. ხო, ძალიან კარგი. აქ თხოვთ რომ ყველამ გასინჯოთ. Yeah. What else? მე გადავედით. ანუ საკმაოდ კარგად გადავედით. ძალიან პატარა რაღაცა მინდა აღვნიშნო. ანუ ჩვენ ვიყავით თაკოც მოვიდა მე ლოჩაშვილი და იყო Lady Gaga. თაკო იყო ძალიან თესლად იმენა გოგო მთელი დღე აკერებდა lips იმ რაღაც ჯაჭვებს. ანუ აი effort-ი არის ეგ და იმენა wow, it was worth it. მაგრამ თაკომაც ერთ დღეში გაკეთა ყველაფერი რა იცი. მაგრამ იმენა ისრომა და ჩადო თავის ენერგია. კარიში თაკო მოვიდა. და თაკოსთან ერთად იყო ანი ლოლაძე. ანუ მე და დავითი ანის არ ვიცნობთ კარგად, მაგრამ თაკოს პონჩში ერთად ვიყავით რა. და რაღაც მომენტში თაკო და დავითი გავიდნენ და მე და ანი დავრჩით. და მაგ დროს დგას ცეკვავს თავის პონჩში და ბიჭები, ხალხო, ანუ მე მქონდა შოკი, იმიტომ რომ ჩემ გარშემო, ანუ ყველა ჩემი დაკალი ლამაზია, მაგრამ ხო ხვდებით ანი ლოლაძე არის ხვალეველის ლამაზი, აი მილიონში ერთი ტიპის ლამაზი რა. აი ძალიან ლამაზია, ლაივში კიდევ უფრო ლამაზია. და ანუ ჩვენთვის იყო შოკი რა, რომ ესე ვდგავართ, ბიჭები იმენა straight man მოდიან და პირდაპირ აუნებიან, ჩვენ რაღაც ეკითხებიან, აი არსაიდან, რომ აუ ტუალეტს როგორ მივაგნო აქ. ანუ 1000 კაციდან იმენა ამასთან მოდიან, უკეთეს რა ვერ მოიფიქრე. ვიღაცა მოდის და აუ მოდი ფოტო გადამიღე რაღაცა. ანუ ხო What? ლიჟბი რამე თქვათ ანისთვის. Okay, მე ამას ვდგავარ და უხერხულად ვუყურებ როგორ წვალობენ ესენი. მაგრამ ვიღაცაები მოვიდნენ და აი რო იცოდა საქართველოში ვაფშე ყველაზე ლამაზი გოგო ხარ. მან მეწედა კი მაგას. ანუ აი ამ ინტერაქციებს რო ვუყურე რა, ზოგი ბიჭი როგორ წვალობს, ზოგი ბიჭი როგორ უდგება, რო პირიქით კომპლიმენტი და ზოგი როგორ თხოვს ფოტო გადამიღეო. არ მომისვენია ბიჭი მისულიყო ესე ვინმე რენდომთან და ესე გულწრფელად ეთქვა რომ აი ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ვაფშეო რა. Yeah. ანუ ძალიან ჩემთვის ძალიან უცხო იყო ეს პრობლემა. სექსუალურად ცოტა. არა, მართლა არ შემშორდა, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი pride არასდროს ყოფილა ჩემი გარეგნობა. ამიტომ ჩემი Twitch-აფასება გარეგნობაზე არ არის დაფუძნებული საერთოდ რა. და ვიღაცა რომ ჩემზე უკეთესი არის გარეგნობით, საერთოდ არ ლახავს ჩემს მოცემულობ. მართლა, აი, ყოველთვის ესე იყო და ადრეს ვიაზრებდი. პირიქით, აი, ჩემი დაკალი რომ ჩემზე ლამაზი იყოს, უფრო მისწორდება, იმიტომ რომ რაღაცა კეთ, მაგრამ ვიღაცას რომ ჩემზე ბევრად კაი personality კონდეს, მაგას საურავ და ისე კარგად დაგენწრათ. ხო და ჩემ pride არის ჩემ personality. That's why რო საერთოდ არ ან იუმორი. ცოჩ ხა კაი იუმორი მაგ. Be honest. Yeah. ხა და I feel like you would be a very good stand-up comedian. Oh my god, I could never. ყველაზე რთული სამსახური არის. აი heart surgeon არ give a fuck. ვიხმრო და არავინ რო არ გაიცინოს, აი ეგრევე ჩამოვიკიდე თავს აი მართლა. Hang me. და მე მოიხიბლე აი ლოაძით. ნუ ძალიან ლამაზია ეს ყველა მიცის მე მგონი და ლაივში კიდევ უფრო ლამაზია, მაგრამ მე გამიკვირდა ზოგადად ეს დინამიკა კაცების გარეთ მოდიოდა და ანუ თვითონ როგორ გრაციოზულად იღებდა ამ ყველაფერს ხდები? აჰა. რთულია. That was such an experience, you guys. 48 საათი ვფიქრობდი ამ ყველაფრის მართლა? ანუ მართლა რაღაც მომენტებში მარტყავდნენ, აი თურმე როგორია იყო ესეთი ლამაზი, რომ აი იმენა ფეხქვეშ გეგებდიან. We have to stop. It's getting sadder and sadder and sadder. ანუ ეს არის უნდა მივიღოთ ყველა მანე ყველა ულამაზესი ვერ იქნება. ანუ ეგ გოგო არის მილიონში ერთი ტიპის ლამაზი. We know that. And that's okay. შენ ჩემთვის მილიონში ერთი. Thank you baby. ეს სული თუ არ მილიონში ერთი. არა, სილამაზით. Okay, thank you. დავწერთ ყველა კომენტარებში. ხალხო, you don't have to. Pity commenting, okay let's with go. being a bit better than average, whatever. Above the average. Oh yeah. მე გადავედით მეგობრებო, ცეხი იყო ანას მოთხოვნა, ანუ ანას უნდა დაწესილიყო. საყვარელი ადგილი ამ ქალაქში. მეც მიყვარს ცეხი, მაგრამ როგორც ვიცოდი და როგორც აღმოჩნდა, სიმართლე არ იყო ეგეთი კარგი ვაიბი for Halloween. მე გადავედით,
ძალიან კარგი. Shut up. ჯერ DJ იყო, უკრავდა Rihanna, რა ვიცი, Christina Aguilera, Beyonce. That's what we want. არა, მე მომბობს ანუ მთლიანად როგორც experience იყო ძალიან კაი, I loved it. Okay, მე გადავიდეთ და რითი ჯობდა მე სადაც გადავედით, tell me that. მოკლედ, მე გადავედით მეგობრებო Left Bank-ში, Left Bank-იდან გადავედით ორგიაში და ორგიიდან გადავედით ტესში. და ერთი წუთი, აქ ვინც მუშაობთ? და შეგიძლიათ მოსაწვევები გაგვიჩითოთ ხოლმე. Please do. იმიტომ რომ ყველა შედის მოსაწვევით და ჩვენ ფულს ვიხდით. Okay, let's put it out there. არა, მე ხო გითხარი რომ მე შემეძლო. აი, შენ შეგეძლო, მაგრამ მე არავინ არ მყავს, ამიტომ თუ ვინმე ხარ, please. მოგეწონა ისე დაბრუნდები, მე მგონი რაღაც არ დაბრუნდებოდი. No, არ არის ჩემი გაქანება, ეგ პანტ. ჩემი გაქანება არის ცეხი, სადაც მუსიკაც არის, თან ლაპარაკის თემაც არის. ლაპარაკის თემა ყველგან არის. კოქტეილის თემაც არის, მანდ არის რა ტიპის კოქტეილები თქო, ხო, აი ვიღაცა რო ფსევდო ბარმენი არის და რაც მოხდება ხელში რო აიღებს და ჭიქაში ბანძად რო გიხარ. Well, it's a club. მანდ ფერი რო აქ. მანდ უფრო სხვა, მანდ not my vibe. პრიორიტეტი არის დაგათროს, რო გაერთო და არა თქვათ რო to enjoy it. მეხტე? Okay. Whatever, I don't like. მე ეგ ჩემი ტერიტორია არის უკვე, ას ჩემი ball game არის, რაც მიყვარს და რაღაც უფრო კომფორტულად ვწნობდი მან თავს მაგ სამბარში და უფრო კარგად გავერთე. თან ყველა ჩაცმულიყო, მოდი მაქედან დავიწყოთ. ასაკობრივი კატეგორიაც ჩვენ ისე სასწავლი ვაფშე სხვა იყო, იმიტომ რომ ცეხში არ ვიცი ვინ გააბაზრა ამ straight gruzинულ რაღაც ჩოლებრივ ქუჩის ბიჭებში რო ცეხი ადგილი არის და მოდი წავიდეთ, მაგრამ რაღაც ნაწილი ხო ხვდებით ყველა არა და მე მახსოვს რომ ცეხი გაბანძდა რა უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო სიარული, როდესაც ის მეორე მხარე გაიხსნა რა და უკვე მართლა ძალიან დიდი სივრცე იყო. იქით ხო? ხო. იმიტომ რომ მანამდე არ იყო მაგდენი ადამიანი, ჩვენ რო გულავდით და მაგიდებზე ვიდაგით, მაშინ იყო აი კარგი რაოდენობა. ბაზარი არა. მაგრამ მე მაინც ძალიან მომწონს და რა მოგეწონა ორგიაში და ლეფტში, აბა tell me. ჯერ მე არასდროს არ ვიყავი ნამყოფი ხალხო მანდ და ლეფტში რა პონტია? მონათლე. ანუ მიდიხარ და მეთქი რაღაც ანუ საკაიფოდ გახვალ რა. გახვალ სად? აი სადმე. ანუ ტიპები პროსტაზიან, მუსიკაც კი არ გესმის, ისე შეგნით არ იყავით dance floor-ში ანუ პროსტაზიან. No babe, ჩვენ ვიყავით გარეთ, თორემ მანდ კიდეს ორი ცალ-ცალკე შენობა არის, სადაც შეგნით შედიხარ და რა ორ შემიყვანე, ხო ექსკურსია იქნებოდა ჩემთვის. არ მახსოვს. Okay, ვაფშე სად ვიყავი მაგ პერიოდში? აი, ორგიაში ხო შეგნით ვიყავით, ბანძობა იყო. რატო? ჯერთი სუნთქვა იყო ძალიან რთული. სუნთქვა მართლა ძალიან რთულია. ვაფშე რა ხდება მანდ. სუნთქვა რთულია, იმიტომ რომ ის აპარატი რაც უშვებს balls, მე იმენა მახჭობს. სივრცე პატარა არის, მაგრამ ანუ you have to experience და ანუ ხალხი ჩამოდის რა ყველაფერი ნახოს. Yeah, exactly. და ერთადერთი სადაც ვერ წაგიყვანე არის ბასიანი. ხონდა დავიტოვე. I think გამოცხირს ცხოვრება. I know, and I feel like you're gonna love it. ძალიან მოგეწონა ბასიანი. Definitely. და ტესში არ გადმოხვედი, გადავხვედი სახში. ხა, ტესში წავა. ანუ 6-ის ნახევარზე წამოვედი სახში და ეს კიდევ იქ დავტოვა. Can you believe that? გავიხსენი ჩემი ძველი. ანუ მე მანდ ყოფნის ყველაზე ჩემი კაი ჰაილაითი რა იყო, იცით? ანუ დავიწყავს 3 ჯგუფი მეგობრების ძირითადი. No, don't count on me, bitch. I have more. არა, ყველაზე ახში მე რაც ვიცი და მე როგორც ხედავ. მე? ჯგუფს ქვია მე, ანუ მეგი კიდია. მე და მეგი. აქეთ კაროჩა ერთი და ერთი არის, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ სულ მესმოდა ამათი სახელი ლექსო და სესილი. და იქ გავიცანი პირველად შევხვდი. და ეგ არის ის სასტავი, რომელთან ერთადაც გულავებს, ანუ ეგ არის მოგულავეების სასტავი. ისე ძალიან მომეწონენ რა, მაგაც გამოღირდა ჩემი ლეფტში. Oh, they don't do clubs that much. არა, არა და იმენა ეგ ტიპაჟები. და ლექსოს ხალხო ეცვა ჰელოუინისთვის გიას რამელაშვილი. ყველა აი ყველას გვაჭება. ისეთი კაი იყო, შენ პროსტა ვინ იყავი? იქამდე ხო ამას იმენა გავაღმერთე რომ მეთქი დავით ყოველს თესლად ხარ, უცებ გაიჩთა ლექსო გიას რამელაშვილის ვიქნა. Wow. Yeah. Just one. Drop the crown. Yes, I did. ანუ ყველაზე შთამბეჭდავი მართლა ეგ იყო კოსტიუმებიდან. კიდევ ვინმე გახსენდება, აი ძალიან კრისტინა აგილერას ვიცი რა იყო. ერთ გოგოს ეცვა ბიორკის კაბა, რაც ეცვა მეტგალაზე. აი, ამით რა ქვია, გედი რო არის. ისეთი კარგი იყო და რო გვითხრა ჩემით შევკერო ხალხო გამოშტერებული ვიყავ. That was so good. კიდევ ვინ იყო კარგად? მაგრამ ვიღაცები იყვნენ. ვიღაცების ვიძე და მოდიოდნენ ხო იცი ვინც ვარ და იმენაზე ვერ მოვდიოდი ვინ იყვნენ. მართლა, აუ მეც ეგრე დამემართა ერთ-ერთ ერთვა ლორდის ფორმა ვაფშე
შევერ მოვხდი რომ Lord იყო. აი Lord's ფორმა მაინც არ აქვს და ვიღაცები აი American Psycho თუ ვიღაც არის. ეგეთი ვიღაც არის მე მგონი. Whatever, go ahead and. ხა და მოდიოდნენ და ანუ თურმე ძალიან უნდა იცნო, იმიტომ რომ ბევრნი იყვნენ მაგვიძე რა და ფაფშა ჯერ აზე არ ვარ ვინ არის, ფაფშა ეგეთი რამე თუ ქვიათ ეგეც არ მახსოვს, მაგრამ მაგრამ ყველა Charlie XX ვიცანი. რა? კი, ანუ გოგჩავები ცოტა გაწეწილით მით და სათვალეები. ერთი გოგო მახსოვს მარტო. Okay. ცეხში დანარჩენ Charlie XX არ მინახავს. შემდეგ წელს ნახოთ ვინ ვიქნები period. შემდეგ წელს არ იქნება კეშა. First period of the day. And the last. არც იფიქროთ რომ გავაკეთებ იმ period counters, I'm not listening that closely to her. ჯერადად ვაკვირდები ჩემთვის რომ ამოვჭრა რაღაცები. იყარ ხარ? შემდეგ წელს არ იქნება კეშა, უკვე ჩამიგდოდა. Yeah, sorry, I had to spoil. Okay. თუ დავვლიფო. ანუ კეშა იქნებოდა ძალიან ჩემი გაქანება, რა. აი მე მგონია რომ აი კეშა ძალიან ჩემი ვაიბია. კი. აი ყველა მაგსთარებიდან აი შეადარებდი. კეშა არის იმენა ჩემი ვაიბი. Messy. Yeah. But fun. მე როგორი ადამიანია რა მე დაკენსელებული ყოფილა. მე მგონი ვიღაცასთან ქონდა დრამა. დრამა არ ქონდა ის რომ she was sexually harassed by her producer. და მაგაზე დაწერა სიმღერა. Really? Yeah, ამიტომ she's good. ერთხელ დამირეფლა ვიღაცამ რომ კეშასა დრამა ქონდა Katy Perry-სთან ნიტა? I don't know. მაგდენი არ ვიცი. Katy Perry-ის გაქონებაზეც იქნებოდი ბაზარი არა? No, she's вообще არ მევაწევა. იცი რომელი outfit-ი? Last Friday, no? არა. You're missing the vibe very badly right now. California Girls, როცა იმაში არის ღრუბლებში. Switch-ი და რაღაც ისეთი კოსტუმი. Bikini. Okay. Bikini with cotton candy. ბაზარი არა. კი. ოქტომბერში თბილისში. ყველაფერი ეგრე გავიჩნდა. მაგრამ შემდეგ წელს ხო მაინც LA-ში ვიქნებით თუ არ ვამბობთ ჯერ მაგას? Of course we will. LA. მე არ მინდა LA-ში ყოფნა, ამიტომ. სხვათა შორის მინდა რომ ერთი Halloween-ი ვიყო ამერიკაში, trick. ანუ აი მესამე ეპიზოდია მაგას. უკვე თქვი. დღეს ვუსმენდი ერთ-ერთ პოდკასტს და მაგას ხვდებოდნენ რომ დავდიოდიო და ბლაბლა და ძალიან მშურდა რა და ეს 30 წლის გოგორო კარებზე დავაკაკუნებ და მოვითხოვ შოკოლადის მოცემას. დაგადეპორტებენ. ცვეჩი დამატებ. მან უკვე ხო იცი. იმენა ტრამპი საკუთარი ხელით ჩამსავს თვითმფრინავში. მან უკვე მიზეს არ ეწებენ. მე ხდი პროსტ დააცემინებ არასწორად და უკვე პანჩურით მოგისვრიან. ცვეჩი, მაგრამ Well, იმედია თქვენს ერთი წამი. I have a beef to pick with you guys, იმიტომ რომ წინა ეპიზოდში მოვითხოვე მგონი ძალიან კორექტულად და რა ვიცი politely რომ გამოგეცნოთ რა მეცვა და ვისი არა ერთმაც არ დააკომენტარა ვინ ვიყავე იმიტომ თქვით ვინც არა არ ვთქვით არა ხო მეგობრებო მე ვიყავი დათო შუა ქალაქიდან მხატვარი დიდი პერანგით ანუ that is obvious და it's insane რომ ვერანაირ გამოიცანით ან არ გამოიცანით რო წიხლზე დაიგე და ძალიან მეწყინა მართლა ხო იმენა არავინ არ დაწერა მაგრამ მე მეკონა რომ აქ რო თქვით აღარ დავუკვირდი რომ ამოჭერე. არა, მგონი არა ყველა მიფიქრა მართლა რომ ბობროს იყო და it's all your fault again. Sorry. Guilty. Guilty as charged. მაგრამ იმედი ყველამ კარგად გატარეთ დრო Halloween-ზე. Let's get over this. Oh. მაგ მე საინტერესო ახალი სათქმელი. მაგრამ ახალ ხანს ვიყავი კინოთეატრში და ვიყავი უთესლეს ფილმზე Bugonia ქვია. არის თამაშობს Emma Stone ამერიკული. Emma Stone თამაშობს. Bugonia ქვია. Bugonia, yeah. It's a name of a movie. არ ჩავძები რომ რა არის, არის. მგონი ყვავილი არის, არ ვიცი. მოკლედ, საოცრება არის ფილმი, რომ მარტივად აგიხსენებთ 4 ვარსკვლავი დავწერე Letterboxd-ზე და თუ არ მოფოლოვებთ. აი, საოცრებისგან ცოტა შორს არის. ცოტა შორს არის ბაზარი, იმიტომ რომ ending-ი ძალიან არ მომეწონა, მაგრამ მინდა რომ შენც ნახო. ძალიან weird თემა არის, ესე იგი არის ერთი ძალიან ესეთი powerful CEO. უკვე მოგიზიდე. უკვე მოგიზიდე, ხო? არის ესეთი intact. Emma Stone. Yeah. Sure. ეგრევე მივიდა. Ესე actors თმა, ეს Louboutins and like sexy outfit. Bargy shops, რაღაც ესეთი თემაში. კაროჩე, she is successful. და ეგ ვიცით რა. ყველაფერი არ მაყვა, იმენა ვუყურებ. Plots ხსნი რა. იმიტომ რომ ისედაც ტრეილერში ნათქვამი არის. და მე არის მე ორი ტიპი. რომელმაც ახლა ხანს დაკარგეს თავისი დედა. რაღაც მიზეზებით გამარსაც გაიგებთ უკვე თვითონ ფილმში და თვლიან ეს ბიჭი ისეთ ისტერიაში არის და ისეთ ბიჭია? ორი ბიჭია. ისეთ როგორ ვთქვა
ისეთი deep internet propaganda-ში არის. და ანუ ეს ორი ტიპი თვლის, რომ ეს გოგჩო, ეს CEO არის უცხოპლანეტელი, რომელსაც სურს დედამიწის განადგურება. ამიტომ მოიტაცებენ, გადაპარსავენ და მე ანუ რაღაც კიდე მას წაუსმევენ თეატრს. Yeah, but they don't do weird shit to her. მაგრამ ყველას მთავარი არის ისეთი სასაცილოა, იმიტომ რომ ახლა დავარისერჩე და ანუ it's a black comedy. Wow. აბსურდული შავი კომედია. და არის ასაკურელია იორგოს ლანთიმოსის გადაღებული, რომელსაც ძალიან უყვარს Emma Stone და ბოლო პერიოდში ჯოუკები დადის, რომ Emma Stone-ი არის მისი მუზა, იმიტომ რომ თითქმის ყველა მის ფილმში არის. Poor Things, კიდე რომელი იყოს რაღაცა sadness. აი მე რო ვიყო მსახიობი, ძალიან მენდომებოდა, რომ ვიღაცის მუზა ვიყო. Quentin Tarantino-საც ყავს თავისი მუზა. Period. ვინ არის დამავიწყოს? ხო, რაზე ამბობ თუ არ მეუბნები ვინ არის. Kinds of Kindness, ძალიან მომეწონა ეს ფილმი Poor Things, the favorite არ მახსოვს თამაშობს თუ არა. მაგრამ ანუ მოკლედ ეს ტიპი ძალიან დაჯილდოვებული არის ნიჭით, ასე რომ ვთქვათ, და მე ძალიან მომეწონა და გიჩვენოთ რა უყუროთ. ეს იყო ჩემი cultural შენატანი ამ კვირაში. შენ Interesting. ოპერაში ყავი ბალეტი. Okay, let me think about it. თურქულ სერიალზე თუ ახსენებ კიდევ ერთხელ შეიძლება შევიშალო. I know that you guys are also allowing her to like speak more about it. Stop. მე კითხებიან. გასაგები რა გავაკეთო? მე ვერანერ ვერ ვარ. რა გავაკეთო ხალხო? მართლა არ გადამიარა ამ ისტერია. მართლა ყოველი კვირა ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემი თურქული სერიალის ახალი სერია გამოდის და ძალიან გთხოვთ ყველამ რომ უყუროთ, იმიტომ რომ მართლა უკარგესია. არ ვიცი, ვისაც გიყვართ აი ეს რაღაც ხიმია რო არის და tension და თან რო ვერ უახლოვდებიან ერთმანეთს და თან რო უნდა ანუ Yeah. You know what I'm talking about. I know girl, I know. So yeah, whatever. კარგი. ჩემ კვირაზე რო გაგიზიარა. მიდი, მითხარი. რა გაინტერესებს? შენ თემა თუ გაქვეყნებოდა, თუ არ და თამაში მაქვს და ვითამაშოთ. Okay, მაშინ თემები მაქვს. Okay. ყველაფერი ეხება ამერიკის პოპ კულტურას ძალიან დიდი პოდიში, რაღაც საქართველოში არაფერი არ მოხდა, საინტერესო ჯერჯერობით. Tell me. პირველი, Trisha Paytas ორივე სხვა გვიყვარს. შენ გიყვარს? Okay. ეს recently და მე პატარაობიდან obviously it's culturally educated person. You? Yeah. პატარაობიდან უყურავდი. Yeah, sure. When she was lying that she was I პროგრამისტი რო იყო რო ითხოვებოდა. აიხთინა მეგობრებო თავისი ცხოვრებისეული ოცნება და გამოვიდა Broadway-ზე as one of the cast members of Beetlejuice the musical. მართლა ჩიტი. და I was insanely shocked. ისე მიხარდა, იმიტომ რომ ის სულ მაგას ლაპარაკობდა, რაც მე მახსოვს, რომ სულ უნდა ყოფილიყო Broadway-ზე და აი თვითონაც რო დგამდა ამ სცენებს ან I love you Jesus და სიმღერები და ყველაფერი. I think all of that led up to this moment. რო ყოფილიყო Broadway-ზე. რა ვიცი, ან ძალიან მიხარია. თან მე ვიდეო გავცელდა თუ ეს ოვაცია რამდენი ხანი გრძელდება და რომ დებიუტი ანუ პირველად რო გამოჩნდა სცენაზე რა. აპლოდისმენტები გრძელდება 2-3 თუ 4 წუთი რა, ძალიან დიდი ხანი. პროსტო იმიტომ რომ გამოჩნდა სცენაზე. ძალიან მიხარია მართლა. იცი რა მაინტერესებს? შენ სხვადასხვანაირი respect გაქვს მსახიობების მიმართ, ვინც არიან კინოს მსახიობები და ვინც არიან ფილმების მსახიობები? კინო და ფილმი განმისხოვა. Fuck. არა მოჭრამს. აი მე ნამდვილად. იცი რა მაინტერესებს? აი სხვადასხვანაირად სამპატიოს კინოს მსახიობს და თეატრის მსახიობს? იმიტომ რომ ჩემი დაკალი არის თუ თეატრში არ თამაშობს სახიობი ზედა რო ყურებს მე girl chill the fuck no вообще ეს საქართველოს ხოდი არის ალბათ იმიტომ რომ I feel like we cannot act in a movie და მაგიტა we judge other people მაგრამ ფილმში is it that difficult რო თეატრში იყო ჩემი იგივე არ არის უბრალოდ ცოტა მეტი ემოცია უნდა ჩადო it shouldn't be that difficult არ მაგ სათანადო განათლება იმიტომ რომ ის რო სწავლი რა არის თაჭირა მაგრამ რო განსხვავება რო არის და ჩვენთან ძალიან ნათლად ჩანს რა განსხვავება არის თეატრში რაც თამაშობ. რა თეატრში ბევრი ჯობია? არა, ბევრი ჯობია, სხვა არის. ანუ you cannot compare apples to oranges. ზუსტად სხვა არის, მაგრამ რომელი მიჩვენია? მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად დასაფასებელი არის თეატრის მსახიობი ვიდრე კინოს. უფრო მეტად დასაფასებელი არის რაში, იცი? რომ უფრო მეტი უნდა გადაუხადონ, მაგაში 100% თან. Why? იმიტომ რომ არ ხვდიან ანუ ფილმში როღებულობ მონაწილეობას, ბევრად უფრო მეწყებულობ ვიდრე თეატრში. კი, ეგ არის.
ახლა obviously უფრო ბევრად მეტი კინოსთან შედარებით კი არ უნდა გადაუხადონ ზოგადად დღეს რასაც უხდიან მაგას ვამბობ ხო ანუ იმიტომ რომ ეს უფრო mass market-ზე გადის ფილმები no it makes sense ხო მაგრამ come on თბილისში თეატრი вообще არ არის ისა რა ქვია niche თემა ყველა სპექტაკლი ყოველთვის ამოყიდული არის როგორც ვიცი და something has to give in მიხდე ანუ ეს ხალხი იმსახურებს უკეთეს ხალხას მეც გადაყვავ და მონდომებად უფრო დიდი იქნება უფრო საინტერესო იქნება არ ვიცი მაგრამ შედარება вообще არ მომწონს მაგრამ ძალიან ბევრი ადარებს მე საქართველოში მითხრიან ეგ კულტი არის მარტო ევროპაში და даже ევროპაშიც არ ვიტყოდი იმიტომ რომ აი ევროპის ქვეყნებში თეატრი როგორც კონკრეტულად თეატრი იტალია maybe აი France მაგრამ ეგეც უფრო სხვა თემები არის მან რა და რასაკვირველია UK ხო obviously UK-ში თეატრი თეატრობს UK-ში ხო სამხრეთი ასნა არის სამხრეთი ოპერა მიხდე რომ აი ოპერა თქვა პარიზშიც ოპერა არის მილანშიც ლასკალა ხო ხტები ანუ ეგ უფრო გერმანიაში ხომ რასაკვირველია ოპერა იქნება და ამერიკაში არც თეატრი როგორც აი ჩვენი კლასიკური თეატრი არის პოპულარული და არც ოპერა ანუ არის musicals და musicals არის ძალიან ამერიკული ხოდი და ჩვეულებრივი თეატრები вообще აქვს იმიტომ რომ აი არ გამიგია რომ ანჯელინა ჯოლი თამაშობს სპექტაკლში ხო ხტები არა it's more არა რასაკვირველია აქვთ მაგრამ იმ დონეზე დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ისეთ პრესტიჟულად არ თვლიან როგორც ჩვენ ვთქვით. მე გამიგია, ანუ არა აქვს. მაგრამ აი ახლა რომ რაც მახსენდება აი UK ძალიან play oriented არის ხოლმე Shakespeare-ის land all money vibe აქ თეატრს და UK-ს თავიდან ბოლომდე. არა უბრალოდ ალბათ ერთ-ერთი მგონი პირველი ქვეყანა ეს თეატრი ქონდა. Okay, makes sense. Thank you. Tweeted Sarah Snook wins თამაშობდა San მიყვარს. Chevrolet's Succession-ში მაგას ახლახანს არა. რამოდენიმე წლის წინ ქონდა Macbeth-ი თუ არ ვთქვი, Macbeth-ი ითამაშა თავიდან ბოლომდე ყველა როლი მაგან. ეგეთი დადგმა იყო. არ მახსოვს Macbeth-ი იყო თუ არა. ავსტრალიაში, ავსტრალიელია. არა, მგონი ლონდონში იყო პრემიერა. Damn. See, that's why I have to live there. წახვიდოდი? აი Macbeth-ს რომ აყურებინო No, I cannot. მე რა ყურადღება შემინარჩენდეს თეატრში, იმიტომ რომ I'm not cultured enough. Macbeth-ი წარმოიდგინე და ხო იცი გვერდზე რომ დგამენ ხანდახან ეკრანს სუბტიტრებისთვის. ასე გადმოვატრიალოთ ვერტიკალურად რა იყოს და ესე ჩართული იქნება Subway Surfers for you. არა, that is for you. ჩემთვის TikTok-ი და просто расკროლ. Seriously, ყდება სცენაზე და უცებ ვიღაცა აკეთებს ASMR-ს. საღადობა. და ანა უცებ. მე მგონი მივალთ society მაგამდეც. მგონი რომ მივდივართ უკვე მე ჩამიგდა თუ შენ ჩამიგდა თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ვიღაცა ლაპარაკობდა იმაზე, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა მოდის ამ დიდი კინოსტუდიებისგან, რომ ფილმები მიიღოს უფრო ესეთი როგორ friendly, აი second screen friendly, რაც ნიშნავს, რომ როდესაც პირველ ეკრანზე რაღაცას აკეთებ, ანუ scroll out ამაშობ, კითხულობ რაღაცას და ანუ მეორე ეკრანზე იმდენად მარტივი უნდა იყოს plot კინოსი ან სერიალის, რომ მარტივად აღქმადი იყოს. I don't want that either. მე მთლიანად გამიყო ანუ სამყარო. როგორც ის თურქული სერიალი აკეთებს. თურქული სერიალზე scroll-აო? თუ scroll-აო და აი data speed. 2 საათი არ scroll. გიჟივით ვუყურებ. Damn. თან მე რო ვუყურებ მაგ დროს ცუდინათ არ გნია ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მალე მიდავა. მონოტონური. ხო და ანუ თან თურქულად იქნება მეთქი რამე სიტყვა შავიჭერე, მაგრამ ვერ ვისწავლე ვერაფერი. იმიტომ რომ ჩემ თავს კი ვბრენდავ როგორც თურქული სერიალის მეხოტბეს, მაგრამ მართლა არ მაქვს ბევრი ნანახი და ამიტომ გამოცდილება და ცოდნაც არ მაქვს დიდი, მაგრამ ვიღრმავებ. რა სიტყვას ახლა მინდა გავიხსენო. Teşekkürler. არა, ეგეთი არა, ისეთი higher level. Recep Tayyip Erdoğan. არა. ინდირიმ. რა არის? Sale. Sale. რო წერია ხომ ძალიან მაღალი დონის სიტყვა გაჩნდა. C2 baby girls. C2. Right here. Love that. Yeah, ამიტომ ვაუ, თეატრში იარეთ მეგობრებო, აი მაგალითად კულტურული ცხოვრება? question mark. და გადავიდეთ კიდე ერთ სერიალზე, რომელიც გამოვიდა. ოღონდ არ ვიცი რეკომენდაცია გავცეთ თუ არა ჯერ. Kim K და Ryan Murphy გადაიღეს. სერიალი თუ ფილმი? სერიალი. Even better. სერიალი ქალ lawyer-ებზე, ქალ იურისტებზე, ადვოკატებზე უფრო მომენტ. რომელსაც ქვია All's Fair. Okay, whatever. All's Fair. All is fair. All apostrophe S
fair. All's fair. Okay. და მოკლედ plot-ი მარტივი არის რომ მაგატყუოთ. აი ზუსტად ეგეთი scroll-ვადი თემა არის. ჯერჯერობით mixed reactions არის. როგორ თამაშობს? როგორც ყოველთვის, აი საკუთარ თავს თამაშობს ყოველთვის რა, რაც მე შევამჩნიე. Like a ძალიან ძლიერი presence აქვს ყველგან. That too, yeah. I don't think მე ვერ ვიტყოდი რომ აი გამაღიზიანებლად. She's definitely not overplaying it. რაც აი როცა ადამიანი overacts, აი ეგ უფრო ცუდი არის ჩემი აზრით და უფრო თვალში მოსახვედრი არის ვიდრე underacting. და ამიტომ she's taking a safe choice. That's რა მომწონს ჯერჯერობით it's fun. It's very drama filled. Ryan Murphy's თემა ხო იცით, მაგრამ out ძალიან ცუდი გამოხმაურებები იყო Rotten Tomatoes ჯერჯერობით, მაგრამ you know what, people love to hate on women, ამიტომ უყურეთ. ამ ნოტაზე რა გავაგრძელოთ? მიდე. ანუ cool girl epidemia თუ გაგიგია ეგეთ რაღაც, იმიტომ რომ ეს 3 დღეა ჩემი TikTok ალგორითმი დალაგდა ამ თემაზე და საიდან წამოვიდა, როგორც წინაზე გაგახსენეთ, რომ Nobody Wants This ახალი სეზონი გამოვიდა. Kristen Bell ხო იცი? კი. ანუ ძალიან ცნობილი მსახიობია და ძალიან likable გოგო, იმენა ყველას ევასება. Frozen-შიც Elsa-ს ხმა არის Kristen Bell-ის. ანუ საკაიფოდ ფული შემო. ანუ snooze fest because she's so boring. No. She's extremely boring. Keep on. Keep She's going. She's not boring. და მოგონა cool girl არის? არა, ახლა მისმინა. მიდე. კარიჩა, მაგის ქმარი არის Dax ქვია და ასევე არის ძალიან ცნობილი მსახიობი. ძალიან ცნობილი? No. Guy. არ არის ცნობილი. პოდკასტია ამ ეტაპზე რა, ოდესღაც მსახიობის იყო. მე. და კარიჩა, ეხლა ინტერვიუებს ჭრიან და იღებენ რა, სადაც ეს Dax ლაპარაკობს Kristen-ზე რა და ძალიან სუდად რომ აი კარიჩა მონოგამიური ურთიერთობები ქონდა ამ Dax-თან ამ Kristen-თან იქნებოდა და ვაფშე Kristen-მა მადლობა უნდა მითხრას სერიოზულად ამბობს ხოლმე რომ აი I don't fuck other people anymore და ზოგადად ძალიან დაბალი თვითშეფასება მაქვს, მაგრამ ურთიერთობებში ყოველთვის გონია რომ იმენა არ მიმსახურებენ და მე ყველაზე კაი ვარ რა და ცოლი ყავს უკვე 12 წელია და 18 წელი ამასთან ერთად არის. ანუ ძალიან ცუდი ტიპია, ესეთ რაღაცებს ამბობს. დაბადების დღე მიულოცა რომ ისა ვითომ რო არ გკლავო, ხანდახან მინდაო რომ მოკლავო, მაგრამ რო არ კლავო და იცოდაო რომ არასდროს არ მოკლავო და ეგ არის ჩემი საჩუქარია თუ რაღაც. ანუ what the actual fuck. ხო და ეს cool girl epidemia ვითომ არის ის რომ აი სხვა გოგოებზე მაგარი რო ხარ და ანუ რასაც სხვა გოგოები არ იტანენ და არ გააკეთებენ და შენ რომ მაინც აკეთებ აი ბიჭებთან რომ მეგობრობ და აი მაგას pick me girl epidemia cool girl epidemia-ად გადავაკვალიფიცირეთ და ვითომ Kristen Bell-ია არის შეიძლება რომ ადამიანმა მოიფიქროს unless it gets boring. Kristen Bell, მაგრამ მე Kristen Bell ძალიან მიყვარს და არ ვეთანხმები, უბრალოდ მართლა რა უნდა ამ კაცთან არ ვიცი, იმიტომ რომ ბევრი ჯობია და ესეთ გიშთან და დეგენერატთან არ უნდა იყოს და ასევე Beatrice Prince-ლო, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. ეგეც არის ეგრეო რა. და ანუ არ დაშორდა? არ დაშორდა და ანუ იმენას კრინები და ჩვენც გვაქვს ნანახი ხალხო ეს ადამ ლევინი რო წერს ვიღაცას რომ აი ხა მეორე პავს ველოდები და შენ სახელს დავარქმევ და ესეთი ტანი რანაირად გაქვს რაღაც hourglass figure ანუ იმენას კრინები და სადაც შენი ქმარი ამას წერს ვიღაცას აი ჩაულებრო ჩვენ ხა მოვკლავდი ვაუ და მე ეს ვიზამდი მიუჩქმალავდი დანაშალ of course და შენ ეგეთ გოგოებზე რას ფიქრობ ვინც ამ ყველაფერს იტანს მე მგონია რომ ყოველთვის პრობლემა არ ვიცი ანუ მე არ მინდა თქვა რომ გოგოში არის პრობლემა იმიტომ რომ yes she should just literally stand up and leave მაგრამ ბევრად უფრო რთული არის რა ალბათ because nobody knows how their relationship actually is სპეციალურად რომ გაგზნობინა რომ არ კისმენ იმენა მისმენ გიჟივითთან ეგ არის პრობლემა და იცი როგორ თამარე და we never know what actually happens behind the doors შეიძლება ვიღაცამ უკვე უღალატა ბერჰატიმ უკვე უღალატა просто for her it wasn't public bullshit imena bullshit she would never do that you have no clue who she is she literally might hate you right now she's my best friend oh fuck off მიწერილი გაქვს რამე და უპასუხეა შეიძლება მიწერილი მქონდეს იმიტომ რომ ერთი პერიოდი მაგარი okay იმიტომ რომ Heather game მე მიპასუხა და we actually can be friends shut up მოკლედ მეკობა არ მე აზრი არ მაქვს cool girl epidemia-ზე იმიტომ რომ დავიღალე უკვე ახალი ტერმინებით და literally უყურე 15 წუთიან TikTok ვიდეოს შენ ორ ვიდეოს ანუ we are ანუ ან ძალიან უსაქმურები ვართ რომ ამდენ ტერმინოლოგიას ვიფიქრებ და სხვებს ამდენს აი ჯემაიმა თუ გახსოვთ ის გოგო girls ხალხნა ნახე წასიერად ხო უყურე ბოლოს უკვე
ბოლომდე არ მიყურებ. ანა. მაგრამ სას. იცი რატო? რაღაცა ძალიან კაი მინდა რომ შემოიტოვო. Okay. Okay, that's fair. Yeah. That's fair. იქ რო თამაშობდა ძალიან დედოფალ გოგონას ბრიტანელი აქცენტი. სახელი დამოუწყდა. თავარი გოგო ვინც არის? არა, თავარი არის ჰენა, ვინც არის? არა, მაგის დაქალი ბრიტანელია. ხო. თავარი და გავისყო მაგის დაქალი. არ მახსოვს სახელი, იმენ არ მახსოვს. მოკლედ, მაგ გოგოს ყველაზე გადავყარი, ყველაზე დიდი ჯოუკი არის, რომ ეკითხებიან კითხვებს Instagram-ზე და ეს პასუხობს ძალიან ირონიულად, როგორც ბრიტანელებს ჩვევიათ. How do I accept my natural beauty? პასუხი. Depends on what you look like. That was good. An advice to an unconfident young woman. Pasuche. I think you guys might be thinking about yourselves too much. Magas qola ambobs. Არა. Okay. Even apuჭებს, აი. ხო, ასე apuჭებს ჩემ vibes. აი ასე unapologetically vibe გამიფუჭა. ყველამ იცის ამ გოგოს ეს joke-ები and she's the first one to know right now and she's not laughing about it. Sorry, it was not that good. If I had the right crowd right now, everybody would be laughing. დარწმუნებული ყველოგი შევიტიცინის ახლა Jemima Kirk's. ეკრანის მიღმა. Well, thank you for educating us. სერიალებს რა შეეხება? კიდევ ახალი სერიალი გამო. Ryan Murphy. I didn't know აქედან დავიწყოთ. არა, Ryan Murphy არ ვიცი რა ისა გადასახებ რა ვალები აქვს არ ვიცი, მაგრამ ამ ტიპი არ ჩერდება, მეგობრებო და სერიალზე უშვებს. იმიტომ გამოდის Nicole Kidman-ის ეგრე მიდიოდა და ბოლოს დაჭერდა თავის ხმარ. So I don't know. გამოვიდა, კი არა, უბრალოდ უნდა გამოვიდეს American Horror Stories მე-13 სეზონი და მე ადამიანი რომელიც გავიზარდა American Horror Stories-ო და ვუყურებ ადამიანი რომელსაც ერთი სერიაც არ მაქვს ნახე. ეს უკვე უნდა გითხრათ ხო ყველაფერი რასაც ვამბობ და მე გამზარდა ვუყურებდი ისეთ ასაკში როცა არ უნდა მეყურებინა საერთოდ ეგეთ კონტენტზე მოკლედ ძალიან მიხარია იმიტომ რომ ჯერჯერობით იქნება Scream Queens ნანახი გაქვს? კი. Okay, thank God. Scream Queens' reunion იქნება ამ სეზონში, იმიტომ რომ ისა Ariana Grande-ს თამაშობს. Really? ეგ ჩამიგდა. კი. და ანუ უთესლესი Jessica Lange ბრუნდება რაც ანუ Sarah Paulson-ი კიდე არის ხო მანდ? კი. ანუ პირველი სეზონიდან არის დღემდე. რა რომელი სეზონებში მგონი არისო ამბობენ. იმიტომ რომ Sarah Paulson-ი ძალიან მიყვარს. მართლა? ამ თავი leading role აქვს. როგორ არის American Horror Story ნახე, როდესაც Sarah Paulson-ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნამუშევარია. I know, I'm so sorry. You should be sorry. ანუ მე ხალხი შემოქმედებით კი არ მიყვარდება, პიროვნებით მიყვარდება ხდა. Yeah, a lesbian queen. And that is on me. Yeah. არის ძალიან დედოფალი არის აბსოლუტურად ყველა. უყურეთ. Thank you. მოკლედ, ეხლა მინდა რომ ვითამაშოთ finally. We're bringing the games back, you guys. როგორ დავატრიგერე წინაზე ამჯერ? Wait, I have to find okay. მოკლედ, თამაშობთ თამაშ Guess a Celebrity. Okay. Are you ready? Yeah. It's a video. თვალებით უნდა ვიცნოთ celebrities. ჯერ ვინ იწყებს მე თუ შენ? Okay, Billie Eilish. ორივე უფრო სწრაფად უნდა ვთქვა. Billie Eilish. Okay. I think I won. გაჩუქა ეს კულა. Thank you. Zendaya. Მაგასარი. ორი კულა მე. მე ძალიან ქართული Zendaya რო გავჩითე და ამ Zendaya. ნახევარ ეკრანია შენი Kendall Jenner. არა, ეს არის იმაში რო არის. რიჟა კოკო. ვიცოდი არის თლება, იმენ არის თლება. ნახევარ ეკრანი არის ანას notifications და თუ Ryan Reynolds. Ryan Gosling. The lore does not end, you guys. After a year, რო კიდე გვეშლება, არ იმენა ვიცოდი რომ შემეშებოდა ხო? სამი კულა მაქვს. 50-50 შანსი რომ შეიძლება სწორად თქვა, მაგრამ ყოველთვის არასწორად როგორ ვამბა? არ ვიცი, მაგრამ მე თან ვეჭვობდი, მეთქი პროსტო გადაობის პანჩი ვეთქვა, მეთქი Gosling-ს ვეთქვა. ყველა კულა შენ გაკ help me. Kylie Jenner? You think? I don't know. Period. ერთი კულა გაქვს. I'm a fan. ერთი წამი. Okay. Gigi Hadid. No. რა ნელი ჩოლკა Gigi Hadid არ ეკნება. Gigi Hadid. კიშტები. Shawn Mendes.
Marcel Shawn Mendes. Oh my god. You guys თან აზარტული ვარ. I thought I was good. 4-1. იმენა მეკონა რომ მოვიდა. მე მეკონა ადრე ნახე უკვე ეს ვიდეო და წინას. No. Who do you think I am? I have zero clue. Brad Pitt. არა, Johnny Depp. Brad Pitt რანაირად არის შავთვალება ბიჭი. Johnny Depp მინდა და მე. შევარ ვიცნავდე. ღმერთო, I'm so good. მეორე. ორით რა ბევრი. აუ მეცნობა. თან. Jamie Foxx მინარი იმენაზე არ ვარ აღან. Sabrina Carpenter. Oh. Again. რამდენი უკვე არ ვიცი დავკარგე. It's like Fuck you. ორით ბევრი. Okay, got it. is Zendaya შეყარებული Tom Holland. ვერ გავუსანე სახალი. I must smoke them actually. Like take it. Take it. Yeah. არ თორდება. Jenna Ortega. Camila Cabello. I got it. შენაც თქვი. გავდა, შენ თავს ვიცავარი გავდა. აუ, ეს სტრესულ სიტუაციებში ვერ ფიქრობ კარგად. თან გწონია ხო რა ორით ბევრს აგებ? ტიმოთი შალამე. ეს დააკვირდი? Sorry. კაი, ერთ მოგწე მართლაც მოგწე. ანუ ბიჭებს უფრო ვიცნა, what is wrong with me? Well, it talks about how scary you are. Justin Bieber. იმენა არ გავდა სანამ არ თქვი. არა და შენ ხარ ფანი. იმენა არ გავდა შენ თავს ვიცავარ. აღარ მინდა თამაში. The fuck is that? ხოთა ფორმის თვალი აქვს? Who the fuck is that? Shawn Mendes იქნება რაღაც. Okay. Harry Styles ძალიან ცუდი თვალები ქონია, უპროპორცია ხალხო რა იცოდეთ? Kim Kardashian. მე მაგას წარე. No, I think let's be real, it was me. I'm gonna fucking lose it. Yes, you I'm will. Mad. Yes, you will. I'm mad. მენაზე არ ვარ ვინ არის? რო ვახობს გიშტები. Austin Butler, okay. ვერავით არ შემთხვევაში ვერ გამოვიცნავდე. Ariana Grande. მეზისყები. აუ, რა მჭირს მართლა. არისო. ანუ იმენა ისე დაუნებდი. მე ძალიან გავდა. უნდა მოვიხოდა ეხლა, იმიტომ რომ you're not that good. ეს არის Austin Kutcher. არა, ეს არის ის ალესილ კეპებში როა. არ ვიცი სახელი. Cillian Murphy. I have no clue. I would never guess that. თან მაშინებს. Drake. Გეუბნები, ძალიან აზარტული ვარ, თქო, don't fuck with me. ხო, დღეს მე ვარ დაღლილი, okay? Let's put it out there. Okay, ხა იმენა მევიღებ. Mary Ziegler? Switch it, პირველად ხედავ ამ გოგოს. Gotcha. Cast of Barbie, it's not our thing. Taylor Swift. No, it was me. It was me, Bagheera. ანუ მე მგონი შენთან უფრო მალე აჩვენა. Okay. Okay, I'll give you that. Yes, I'll give you that. ღმერთო, ძალიან ძუდი ფოტოა აღვანთ. აი, გადმოატრიალეს და იმას კრეს რა ქვია. Olivia Rodrigo. Yeah, you were right. Mine's აგებ, ანუ არც ვიცი. შენ სა მოვიხოდე? Okay. Beyonce. იმენა არ გავს, იმენა white girls gals. Well, that's another issue we can talk about later. რანაირად იცანი, ბაბში არ გავდა. Damn. You guys. ჭაღარა და შავკანიანი. ой, ჭაღარა არ ყოლა, ჩემი imagination. შავ არ ვიცანი. იმენა თეთრით მეკონა ქონ. Miley Cyrus. You think? I'm sure. Ellie Goulding მეკონა. ეს როგორ გამომეცი? ბაზარია რა, ხო, ბაზარია რა. Фу, ვიცი ვინ არის სახელი? ეს არის Mr. Beast. არა. კი. Ew. Actually, ew. I know that.
რეკლამა, პატარა. Sorry. გონი არ ვითვლით და ალბათ მე ვიგებ. შენ იგებ იასნა სამწუხაროდ I'm so sad. ახლა სიმდროში რა ვითვლი და არ იყოს ეგრე? არა, ყველაფენ შენ იგებ. Leonardo DiCaprio. Okay, give it to me. Give it to me. უყურავდი უფრო ადრე, that's unfair, you cheater. Всё. Балоа. Сини. Fuck you. I literally hate you. What's wrong with you? Literally, no, shut the fuck up. Okay. Andy Cohen. იმენა იგაზრე მქონდა მე. Ryan Reynolds აღარ გამოგონოთ დღეს. არ მთავრდება ეს კვიზი. ფემ სახელი დამავიწყდა. Brock. ეგიღა. Sorry. Kevin Hart სახელი დამავიწყდა. We are on a very bad streak. Who is she? Okay, she is serving though. და მაგის გამო მიდიხარ ბარსელონაში. ცხოვრებაში ვარ ვფიქრობდა. Okay, last one. Have no idea. ძალიან სახასიათო თვალები აქვს არა და იმენა არ ვიცი ეთყობა ვინ. ეს ის არის Maze Runner-ში რო თამაშობ და ნახდა და რა. კაი ბოლო 15. აუ ეს New Girl-ში რო არის. Zoe Deschanel. New Girl. Yeah, New Girl. ეგრე გამახსენდა და რა არ ვიცი. Okay, you win, I lose. Whatever, I don't care. As long as you're happy. Yes, you guys. For For once you did not cheat. და არ მოიგო თორე. ხო და ესა მადლობა მოკლედ რომ გვიყურეთ. კიდერისთვის მადლობა. რა მოვიგე? Nothing baby. დღეს სხვათა შორის პირველად ნახე, მეგობრებო, რომ სანაძლეო ჩაბარდა, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერზე ხან იზღავს დებდით ბავშვობაში, რომ აი ესე მოხდება არა და ანუ დღეს ჩემთან თანამშრომელმა მეორე თანამშრომელს შემწარი გოჭი მოუტანა. მომსწრაფი. თლიანი გოჭი მოვიდა შემწარი. რაღაცაზე დანაწილავდნენ და წააგო ერთ-ერთმა. Wow. First of all, why would you wish for that? და რატომ ხო ხდება ყველაზე რენდომ რა შეიძლება მოიფიქრო და იქ გოჭი. ალბათ. ჩემთვის რა სნიკერსი იყო ეგ ყოველთვის. ჩემთვისაც სნიკერსი იყო მართლა და მე გახდა რაღაც პერიოდში შაურმა, რაც არის ძალიან შაურაცხყოფელი. I'm so sorry. მართლა შაურმაზე ნიძლოვდებოდა რაღაც. შენ დანიძლოვდებოდი რა rap? რაპი. ბაზარი არა. შაურმა არც მიყვარს, არ ვიცი რატომ ნიძლოვდებოდი, მაგრამ არასდროს ცხოვრებაში არასდროს ჩემთვის არ ჩაუბარებია თანაც. გახსოვს ვინ ჩაიბარებინა რა და შეგვიძლია პირდაპირ უთხრათ. ანუ უკვე ბოლოს ნდობა დაუკარგე ხალხისადმი, რომ ვიცი რომ არ ჩააბარებენ და მეც ეგრე ვიქცეოდი სავარაუდოდ, მაგრამ მე ხო არასდროს არ ვაგებ როგორც წესი და იგეც. ლიტერალი 2 წუთის წინ წავაგებ. მე ნადადაროს არ ვაგებ და თუ ვაგებ, ესე იგი ვიღაცა იტყვება and somebody is cheating. Because I never fucking lose. მას ეს საიდან მოდის ხო ანუ არასდროს არ ყოფილა ის რომ უაზრო თამ აი უნოს გამო ხალხი რომ ერთმანეთს ჭამს why would I do that უბრალოდ თამაში არის იმენა ფეხებზე მკიდია რაც კიდე ისნად იცი просто pattern არის რომ ეგეთი დამოკიდებულება ვისაც აქ ვერაზოს კარგად ვერ თამაშობს უბრალოდ იმ თამაშს მიხვდე იმიტომ რომ I don't give a shit და შენი defensive mechanism არის რომ აი who cares it's a game no you just suck at the game okay chill და ჯერეგერთი no I do not suck უბრალოდ I don't care about that okay ეგეთი ვარ მე say it how you want babe you keep losing რა ქვია მაგ სიტყვას რო სულად რო კიდიათ რა პახუისტი მოკლედ რაღაცაზე დავნისლავდით მახსოვს სანამ ვიწყებდით ამას და მე მოვიგე და უნდა გადამიხადო სნიკერსი მინდა ერთი შემდეგ ეპიზოდში მოგიტან შიტონია შენ თუ სნიკერსი გინდა მოგიტანო სანაძლეოს გარეშე thank you thanks for watching you guys what else სიახლეები გველოდება იმედია ცხოვრებაში we will see ვაუ როგორი განზოგადებული შესავალი out there bye კაცნეს